რო დადია ხატები რო დააქვთ და ხალხს აბოლებენ ნახე ხატი უკეთია ბუნკერს ესე იგი მორწმუნეა არა კაცის მკვლელია იცოდეთ სულიერად კაცის მკვლელია ფიზიკურადაც მოკლავენ ადამიანებს მაგრამ ხატს არიან ამოფარებული ხატის უკან კაცის მკვლელები იმალებიან აი ასეთი სულიერებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში ასეთი სულიერებაა დღეს ჩვენს ეკლესიაში ეკლესიის დეგრადირება ზუსტად მაშინ დაიწყო როდესაც პეტრესნაირ სასულიერო პირებს მღვდელმოქმედებას უჩერებენ და კრიმინალებს აწინაურებენ აი საიდან დაიწყო ეკლესიის დეგრადირება აი საიდან დაიწყო ეკლესიის გარყნა თქვენ გარყვნილება ვიღაცასთან რო დაწვება მარტო ის გგონიათ ყველაზე დიდი გარყვნილება სულიერი გარყვნილება როდესაც სულიერად ვაჭრობს ადამიანი მრევლთან როდესაც სულიერად აზომბირებს აშტერებს აჩლონგებს ადებილებს ხალხს